ორი დღით ადრე კოალიცია ქართული ოცნება განცხადებას აკეთებს. წინასწარი ინფორმაციით კოალიციაში გუშინდელ დებატებსაც შეაფასებენ. ბრიფინგს ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საინტერესოა როგორ შეაფასებენ გუშინდელ დებატებს. საინტერესოა, თუმცა მეგონი ბრიფინგის დაწყება აგვიანებს. შეფასებები იყო არა მხოლოდ კოალიციიდან, არამედ ექსპერტებმა შეაფასეს. ჩვენ მოვისმენთ ექსპერტების შეფასებებიც, თუმცა ბრიფინგს ჩვენ დაწყებისთანავე შემოგთავაზებთ, იქამდე კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ერთ საათზე მეთხანს გაგრძელდა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართა. შერატონ მეტეხი პალატაში გამართულ დებატებში კანდიდატებმა ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს და 8 მედია საშუალების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. კითხვები შეეხო City Park-ს, პანორამა თბილისსა და ვაკის პარკში დაწყებულ მშენებლობას, კანდიდატებმა ისაუბრეს ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმასა და ეგრეთ წოდებული ხურშოკების პრობლემაზე. ბევრი თვალსაზრისით ჩვენ ეს გავაკეთებთ. ახლა კი ჩვენ ვუბრუნდებით ოცნების სოფლის, სადაც სპეციალურ განცხადებას აკეთებს კოალიცია ქართული ოცნება. პირდაპირ ეთერში ვნახავთ თუ რა განცხადება ეს. მოგესალმებით, მადლობას ვუხდით გუშინდელ დებატებში მონაწილე ყველა ტელევიზიას დებატების პირდაპირ ეთერში გადაცემისთვის. მადლობა მონაწილე ჟურნალისტებს საინტერესო შეკითხვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდა გუშინდელ დებატებში მონაწილეობის საშუალება და შეკითხვების დასმისთვის საეთერო დრო პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად იყო გადანაწილებული, რამაც უზრუნველყო დებატების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. გუშინდელმა დებატებმა საზოგადოებას მისცა საშუალება შეეფასებინა თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამა თუ დაპირებები და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები. ვფიქრობთ, ეს დიდად დაეხმარება ჩვენს ამომრჩეველს 12 ივლისს საბოლოო სწორი არჩევანის გაკეთებაში. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ ტელევიზიებში გამართულ დებატებში. თუმცა დასანანია, რომ რიგ შემთხვევებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამოუცხადებლობის გამო დებატები არ შედგა. რაც შეეხება სხვა დაანონსებულ დებატებს, რომელშიც თითქოს და თბილისის მერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საზოგადოებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო ქართული ოცნების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვსურდა რომელიმე ტელევიზიისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა და სწორედ ამიტომ ვითხოვდით შესაბამის ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ყველა ტელევიზიას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა მიეცემოდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ გუშინდელი დებატების წინ ტელევიზიებისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა და ოფიციალურად უარყო მის მიერ რაიმე სხვა სახის დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ასე რომ ნებისმიერი ანონსი დამატებითი დებატების გამართვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მოუწოდებ ტელემაყურებლებს არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას და არ შევიდნენ შეცდომაში. გმადლობთ. ბატონ გიორგი, საკრებულოს თავმჯდომარის უნდა კითხოთ არსებობს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნებამ უკვე გააკეთა კოალიციამ არჩევანი გიორგი ალიბარაშვილს მესამე ნომერზე ის თუ ადასტურებთ ამ ინფორმაციას. ჩვენ კონსულტაციებს მართავთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როდესაც ჩამოყალიბდებთ საზოგადოებას გავაცნობთ საკრებულოს თავმჯდომარეს. ეს კონსულტაციების საკითხი გახლავთ და საჯარო გახდება მას შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდება კოალიციას კანდიდატი. კიდევ ერთხელ გაგაცნობთ მაშინ, როდესაც გახდება ცნობილი. ზოგადად განხილვა მიმდინარეობს და გახდება საზოგადოების ცნობილი, როდესაც კოალიციას ეკნება თავის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება დებატებს, დაგეზუსტებინებთ, რამდენიმე ეთერით ნახეთ ჩვენ ანონსი, სადაც დღეს საღამოს ელოდებიან დავით ნარმანიას დებატებში კიდევ ერთხელ. ის არანაირ დებატებში აღარ მიიღებს მონაწილეობას გუშინდელი დღის შემდეგ. როგორც განგიცხადეთ, ჩვენი შემოთავაზებული ფორმატი საზოგადოებას გავაცანით, ამ დებატებმა გუშინ წარმატებით ჩაიარა, სხვა დებატებში ჩვენ არ გვეგმოთ მონაწილეობის მიღებას. დიახ. დიახ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აპელირებს ხელისუფლების მხარდამჭერის სახელით და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის უცნობ ბუნდოვან საქმიანობას ეწევა, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. პარტია ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო და კოალიცია ქართული ოცნება პატივსცემს კონსტიტუციას, მათ შორის მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ ამა თუ იმ ორგანიზაციაში კანონის ფარგლებში, მაგრამ აქვე მოუწოდებ საზოგადოებას გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ჩვენი მხარდამჭერების ოფიციალური გაერთიანება გახლავთ პარტია ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო და ჩვენს პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს თქვენს მიერ ხსენებულ ორგანიზაციასთან.